ეს ბეტონის გზა ქულბაქის ტბამდე მიგვიყვანს. ადგილამდე, რომელიც დღეს უკვე ლეჩხუმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხშირად მოსანახულებელ ადგილად იქცა. აქ მოეწყო ტურისტული გარემო, გაკეთდა მისასვლელი გზა, გარშემო არის გესტჰაუსები, სადაც შეგიძლიათ ღამით დარჩენა. ფოტოებისთვის გამზადებულია სხვადასხვა ხედები, აშენდა რესტორნები, სადაც ნამდვილად გემრიელი საკვების მირთმევაა შესაძლებელი. დიახ, აქ ყველაფერი ტურისტულია. მდინარეში გასვლაც კი ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, ისე კი გვერდით სრულიად ჩვეულებრივი კომფორტული ხიდიც იყო. მასთან მიახლოებისას ხედავთ ხელოვნურად შექმნილ საკალმახეებს. წყალი ძალიან სუფთაა და აქ თევზით საკმაოდ კარგ გარემოში იზრდება. მოკლედ, ადგილი ნამდვილად შთამბეჭდავია. გემრიელი სუნი, წყლის ხმა, სიმწვანე, სტუმარზე გათვლილი გარემო ჯამში კარგ დასასვენებელ ადგილს ქმნის. მაგრამ ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ამ ყველაფრის გადაღება. დღეს უკვე ყველა მიცის სად არის ქულბაქის ტბა. ყველა ნახა აქაური ხედები, საკალმახეები და ეს ბილიკები. ეს გამოცდილება აღარ არის საიდუმლო, აღარ არის აღმოჩენა და უფრო კონკრეტული მიმართულებაა ვიდრე თავგადასავალი. ამიტომ ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ, რადგან აღმოვაჩინოთ რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ გვინახავს, რაც ხელუხლებელია, რაც ზუსტად ისეთია, როგორც საუკუნეების წინ იყო. ასეთია მაგალითად რაჭხის ჩანჩქერი. ხეობაში დახავსებულ ლოდებზე მოედინება კამკამა წყალი, რომელიც არის ყველაზე სუფთა, ჯანსაღი და ხელუხლებელი. საუკუნეების შემდეგაც კი ადამიანის ხელი ვერ მივიდა ბუნების სათავეებთან და სწორედ ამიტომ დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ვნახოთ და შევიძნოთ ეს სისუფთავე. გავიარეთ ულამაზესი ოყურეში და მისი ვაზის ტერასების და გეზი ავიღეთ ყველაზე მისტიურ ხვამლისთისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ვაპირებთ ღამით დარჩენას. ხვამლის მთის მისტიური ამბები ერთ დროს საკუთარ თავზეც გამოვცადეთ. წლების წინ, როცა ლაშქრობით ვიყავით წასული, ღამით საკმაოდ უცნაური რაღაცები ხდებოდა, მაგრამ რადგანაც ამ ამბის დამადასტურებელი ფაქტები არ გვაქვს, ამაზე დღეს არ ვისაუბრებთ. ხვამლისთის ისტორია საკმაოდ დიდია. ბევრი რეალურიც, ბევრიც კი ჩემი აზრით ცოტა ლეგენდებად ქცეული, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ ისტორიას უკეთესად გაგვაცნობს არქეოლოგი დავით სულხანიშვილი. ყველა ექსპედიცია, რომელიც კი არის ხვამლის ციხე-ქვაბულში ნამყოფი და ეს ექსპედიციები მოეწყო 39-ში ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, შემდეგ 44 წელში უკვე გაცილებით დიდი ექსპედიცია. ყველა აღნიშნავს, რომ იქ არის ციხე-სიმაგრე, შიგნით არის კედლის მხატვრობა, სავარაუდოდ ასტრალური, ყოველ შემთხვევაში ხვამზე გადაღებული ფილმის ავტორი დავით გოგუაძე ესე მინიშნებს, რომ იქ ასტრალური ნიშნებია, თუმცა გიორგი ლომთათიძეს სხვა შეხედულება აქვს. ყველა ერთხმად ამბობს, რომ იქ არის უზარმაზარი ნაშალი ფენა, კლდის ჭერიდან ჩამოცვენილი ნაშალი, რომელიც დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე სისქეზეა დაფენილი და მისი იქ რაიმეს ნახვა წარმოუდგენელია. ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ქართულ ისტორიოგრაფიაში ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ კი დიახ, იქ უდაოდ არსებობდა მეფეთა განსაცავი, მაგრამ ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ განსაცავის იქ არსებობამ დაკარგა აზრი, ის გამოტანილი და განაწილებული იქნა ქართულ სამეფო სამთავროებს შორის. ნინო, მოდი რა. ნინო. აი ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი თანამშრომელიც ნინო პატარიძეც, რომელიც ასევე გახლავთ ფარავნის ექსპედიციის ხელმძღვანელი, შემოგვიერთდა და დამიდასტურებს ცნობებს ხვამლის შესახებ, ამბებს, ლეგენდებს. ამ ქვეყანაში ფეხბურთის მცოდნეები, პოლიტოლოგები და ისტორიის პროფესორები ხო ვართ სულ ყველანი. კი, ყველანი. მე-4 ადგილზე ტოპ 4-ში შედის ხვამლოლოგია. ყველა მიცის ხვამლი, ბიჭო, ყველა ჭკუას გასავლის. და მე თუ რაღაც არასასიამოვნოს, არასასურველ სიტყვით
მოგდგებიან და წყევლიან. იცი რატო ხვალს უკავშირდება ალბათ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მითი, ლეგენდა, თქმულება და ეს ხო ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს ყველას და არა, მე განაიგ არ მესმის, მაგრამ ნუ მწყევლი მაინც. ყველაზე მნიშვნელოვანი რა ტიპოვიათ ხვალზე? ხო მივდივართ მანდეთ ახლა რა, ორაკულის კამათელი, სამისნო კამათელი. რომლის მსგავსი, მე თუ კიდე ფოტოს განახებ, მოგცემ, რომლის მსგავსი რამ ალბათ საქართველოში არ არის. ამას გარდა ხვალზე მივაკვლიეთ განვითარებული შუა საუკუნეების ზღვის დონიდან სოფლიოში პლანეტაზე ყველაზე მაღლად მდებარე ღვინის მარანს. ასევე საქართველოში არა მხოლოდ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ კირის გამოსაწვევ ქურას, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებისაა. რაც თავარია, სარიტუალო მისანთა მოედნებს. ამის მეცნიერული გააზრება დღემდე არ არის დასრულებული და გრძელდება ამ თემებზე მუშაობა. თვითონ ხვალის მასივზეც ძალიან საინტერესო არის ახლა თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორ შეიძლება რომ არქეოლოგიაში ჩავრთოთ და ალბათ ძალიან საინტერესო შედეგები გვექნება, როდესაც ოფიტარის ტერიტორიას, სოფელ ოფიტარის ტერიტორიას გადავიღებთ ლიდარით, ლიდარ სკანირებით. თანამედროვე არქეოლოგიაში ესეთი მიმართულება, ლანდშაფტის არქეოლოგია, გეოარქეოლოგია და კიდე სხვა დანარჩენიც, ეს თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს აქტიურად ძალიან. ეს არის მომხიბლავი იმით, ჩემი აზრით, რომ არის არაინვაზიური მეთოდები, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ სანამ ძეგლს გავთხრით, არქეოლოგიურ ძეგლს გავთხრით, მანამდე რა ინფორმაცია შეიძლება მოგცეს კონკრეტულად არქეოლოგიურ ობიექტს. წინასწარ შეიძლება, რაც შეიძლება რომ წინასწარ ვიცოდეთ, რაშიც გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები, ყველაფერი უნდა გავიგოთ. ყველა საქე შეკითხვა, რომ რამე აპარატი ხო არ არის ისეთი, რომლითაც შეიძლება მიწის ქვევით დავინახოთ რა ხდება და რა საჭიროა ეს ამდენი გათხრები და ასე შემდეგ. ხვალზე ხო ის არის ხელთუქმნელი მიწისქვეშა ქალაქი. აი ეგ უნდა ვიპოვოთ. და არსებობს ესეთი ტექნოლოგია ხა ლიდარ სკანირება, რომელიც ძალიან ის ხა მარტივად და გასაგებენაზე რო ავხსნათ, სადაც აგვაქვს ტყიანი საფარი, მცენარეული საფარი, შეგვიძლია ესენი დრონის, ან საფრენი აპარატის საშუალებით გადავიღოთ და შემდეგ სპეციალურ პროგრამაში დამუშავდება და მცენარეული საფარი რას მალავს, ამას დავინახავთ. ხო და წელს ჩვენ მივაკვლიეთ სრულიად უნიკალურ არქეოლოგიურ ობიექტს რა ოფიტარაში, რომელიც სავარაუდოდ არის ბრინჯაოს და რკინის მეტალურგების დასახლება. და სახელოსნოები ამასთანავე მისი მნიშვნელობა ეს მინდა სულ ხაზგასმით თქვა ხოლმე რა მისი მნიშვნელობა ერთიორად იზრდება იმით რომ თვითონ ეს დასახლება აკონტროლებს ცხენისწყლის ხეობიდან რიონის ხეობაში გადასასვლელ გზებს ამით არის მნიშვნელოვანი უყურე როგორ არის აქეთ ცხენისწყლის მხარეს არის სპილენძის საბადოები, ხო? იქეთ რიონის ხეობაში, ხვამლის ძირებში არის დარიშხანის საბადოები და ქართული დარიშხანი მზადდებოდა სპილენძისა ქართული ბრინჯაო მზადდებოდა სპილენძთან დარიშხნის შერევით. ანუ ამათი ხდებოდა რა ურთიერთმონაცვლეობა და მზადდებოდა ბრინჯაო შემდეგ უკვე გაცილებით გვიან იწყებენ რკინის მეტალურგიას, რომლის ნედლეულიც არის ჰემატიტები და მაგნიტიტები, რკინის შემცველი მადანი, რომლითაც სავსეა ხვამლი და მისი მიმდებარე რეგიონები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაუშვათ რკინის მეტალურგიის საწყისები, იმიტომ რომ ბომბის გახეთქვა იყო რკინის შემოტანა, იმიტომ რომ ეს იყო ფაქტიურად ატომიური იარაღის ტოლფასი რა იმ დროისთვის ხო? ფაქტია რომ ვერცხლის და ოქროზე ბევრად ძვირი ღირდა. ძვირი ღირდა და რკინის იარაღს წინააღმდეგობას ვერ უწევდა ვერც ერთი იარაღი.
და ვინც რკინას ფლობდა და ერთ-ერთი ვერსიით, ხო? არგონავტების ლაშქრობა, სულ ვამბობ ხოლმე ნინო რა, არგონავტები იყვნენ კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული სპეცრაზმი, რომელიც მთელს ელადაში აარჩიეს და გამოაგზავნეს ერთადერთი კაცი, ვინც თავისით მივიდა და თავის შესთავაზე იყო ჰერაკლე. ეს სპეცრაზმი მოდის არა რაღაცა აი მითიური ოქროს ვერძის სასაღებად, არამედ ცოდნის სასაღებად და ძალიან ბევრი მკვლევარი უკვე ევროპელიც და ქართველიც და თანხდება იმაზე, რომ ეს იყო რკინის მეტალურგიასთან დაკავშირებული ცოდნა. ხვამზე განს ტყუილად დაუწყებენ ძებნას რა. ამ ქვეყანას იმდენჯერ გაუჭირდა, ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთა გადაარჩინოს, იმდენჯერ გაუჭირდა, იმდენჯერ გამოიტანეს, იმდენჯერ დახარჯეს გადასარჩენად ის. კი, ძირითადი ინტერესი ხალხის მაინც ეგ არის ხოლმე ხვალმისთასთან ეგ ასოცირდება. დღემდე არ ცილდება, რომ იქ განძია და ეს განძი და ჩვენ ძალიან ხშირად ნუ თუ იმ თემებს გავითვალისწინებთ, რაც ეხლა შენისაუბრე და თუ განძია, აბა რა არის. არა, ის თავისთავად დიდი განძია რა, ეხლა როცა იქ სამისნო კამათელს პოულობ, ხო? რა თქმა უნდა უზარმაზარი განძია. იცი როგორ არის? რაღაც დიდი პლანეტარული მასშტაბის კატაკლიზმი ხდება და დაახლოებით მათი გაანგარიშებით ყოველდღიურად ატლანტის ოკეანი და ხმელთაშუა ზღვაში იღრებოდა 100 თუ 1000 აღარ მახსოვს ნიაგარის ჩანჩქერის ოდენობის წყალი. ყოველდღიურად წარმოიდგინე 100 წლის მანძილზე. ეს რო გაიზარდა ხმელთაშუა ზღვა, ხო, დააწვა კლდოვან მასას და გაანგრია ბოსფორი და ეს დარდანელის სრუტეები. შავი ზღვა იყო მტკნარი წყლის პატარა ესეთი ტბა და ჩაიღვარა იქიდან მერე ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში წყა და ბუნებრივია მის გარშემო სავარაუდოდ მე ვემხრობი იმას, რომ ეს იყო პროტოკართული დასახლებები, წინარე რაღაც ეგეთი, რომლებიც გაიფანტნენ და რაღაცა ნაწილი ხვამზე ამოვიდა და იმიტომ არის ხვამლი ესეთი წმინდა და საკრალური მთა ყველასთვის რა. ამიტომ ეს აი წარღვნის პერიოდებს უკავშირდება რაღაც დიდ კატაკლიზმებს, ალბათ თერას დიდი აფეთქების შედეგია. ბევრ ლეგენდას, ბევრ იმას აქვს საფუძველი არსებობის რა. თლათ ესე მართლა იქიდან თითიდან გამოწვეული თემები არ არის ეს. ასე რომ ეხა რეალურ გარემოში რო გადავინაცვლოთ მირიანთან ერთად, ხო, ძალიან მაგარი იქნება. ჩვენ და მირიანთან ერთად, როგორც გინდა ისე დავარქვათ რა. ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით სულხანიშვილი. შვით სასწრაფო აქ ძლიერი ქანია მდიცლება სავარაუდოდ ხვალ ისეთი ცუდი ამინდი გვექნება როგორიც გქონდა რა აი გაგახედოთ იქით რა ხდება მე ვეუბნები რომ ფიქრია ჩემი ლოჯიკური უხდება მეთქი და თვითონ არაო დაუწერეთ და გამოიწერეთ ფიქრია ყველაფერზე გავრისკეთ იმიტომ რომ ხვალ წვიმს იმედია ის გრუბელი არის და არ ამოვა, ვერ ამოვა. მაგრამ დღეს შეუძლებელი შევძელით. იცი რა არის ყველაზე ტკბილი განცდა? საიდანღაც რო ჩამოდიხარ, ქარიანი ამინდა და ჩვენი მანქანა გველოდება. ქვემოთ, ოდნავ ქვემოთ ტყეში შემოვედი და ჩვენი ბანაკი აქ არის რა. სახს რო კიბეს მიადგავ, ესე ნახე აქ რაღაც ფიქრი ჩავაწყო.
ეს არის ჩვენი ვარტას ფანარი. ჯერ თეთრზე. მერე ღამით წითელზე ვთავთ. წითელზე რატო? როგორც BBR Wild-მა გითხრა, წითელს ცხოველები ვერ ხედავენ. არა, ჩვენ დაბალი შუქი რო იყოს, მაგრამ თან ცხოველებიც ვერ ხედავენო და კარგი არის, უკეთესი არის. მე რა არის, ცუდი ხაჭაპურსა კარტოფილის ზემოდან ადებ. ეგ არის ცხონება და ბედნიერება და თელი დღის ნაშრომი, რომ დაждები ბანაკში და გემრიელ ცხელსაკვებს შეჭამ. მაგაზე ბედნიერება არაფერი არ არის. თან ფიქროს მომზადებული. მოვიდნენ ტურისტები და აი ეს არის ქართველი ტურისტი. ამთის ამბავი არა მხოლოდ მთელ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იციან ადამიანებმა, რადგან უძველესი მითოლოგიის მიხედვით პრომეთე, ანუ ამირანი, სწორედ აქ, კავკასიონზე, კერძოდ კი ხვამლის მთაზე მიაჯაჭვეს. ხვამლი, ანუ იგივე ხომლი, იმერეთიდან ისე ჩანს, როგორც ულამაზესი მისტიური სანახაობა, მაგრამ ლეჩხუმის ეს მთა მშვენება არა მხოლოდ სილამაზის გამო იზიდავდა ადამიანებს სინამდვილეში. ქართულ ისტორიოგრაფიის მიხედვით, სწორედ აქ, ლეჩხუმში ინახება მთელი საქართველოს უძველესი საგანძური და სწორედ ეს მთა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული განსაცდელის ჟამს. არადა ლეჩხუმში, არა მარტო ხვამლის მთა, არამედ ყველაფერი ისეთი ლამაზი, რომ სუნთქვა შეგეკრება ამ ციხეების და ამ ვენახების. ამ სამშობლოსავით პოეტის, ამ დინარეების თუ იმ კლდეების გამო, სადაც ირმებსაც კი ასე უხარიათ სიცოცხლე. პოეტი ლადო ასათიანი განსაკუთრებული ადამიანი იყო. ცხოვრობდა საბჭოთა პერიოდის ყველაზე რთულ 10 წლეულებში. გარდაიცვალა ახალგაზრდა, ტუბერკულოზით დაავადებული. ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ. დედა ლიდა ბათლომეს ასული ცქიტიშვილი, რომელიც გადაასახლეს შუა აზიაში 37 წელს. მას უკან დაბრუნება და შვილების ნახვა არც ღირსებია. ის იქ გარდაიცვალა. ლადოს მამა მექი გუჯუსი ასათიანი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, რომელიც გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, 68 წელს და დაკრძალული არის აქ თავისივე ეზოში. თავად ლადო ვიცით იყო უაღრესად ნიჭიერი ფილოლოგი და გარდაიცვალა 26 წლის ასაკში, ტუბერკულოზით დაავადებული. ლადოს ძმა გიორგი ასათიანი ესეც ფილოლოგი იყო და გარდაიცვალა 24 წლის ასაკში. ლადოს გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ სამწუხაროდ გიორგიც გარდაიცვალა. ჩვენი დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია
ლადო როდესაც ავად იყო, სიკვდილის სარეცელზე მყოფ ავადმყოფს ბატონი კონსტანტინე ხშირად მიდიოდა, ნახულობდა და ამხნევებდა. ლადოს პირველი ლექსი დაისტამბა 1936 წელს, რომელმაც დიდი სიხარული მიანიჭა პოეტს. ეს ლექსი იყო ჩვენ კვლავ მოვედით და ლექსი, რომელიც მიუძღვნა დედას 1938 წელს. ჰაუ რამდენი ცრემლები ვღვარე, როცა გავყევი წუხილის დემონს, ნეტავ სადახარ ან რომელ მხარეს. სულზე უტკბესო დედიკო ჩემო. აქაც ლადო თავის მეუღლესთან ერთად, როდესაც ახალი დაქორწინებული იყვნენ. ლადო და მირზა გელოვანი როცა სამხედროში გაიწვიეს, მათ მეგობართა ჯგუფი აცილებს და როდესაც ჩავიდა ქალაქ ოსტროგოსკში 1939 წელს და იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ფილტვებით დაავადებული ბრუნდება თბილისში. გააკომისიავეს იქ გამოუჩნდა მადლიანი ექიმი და დააბრუნეს. აბეჭდილების წიგნიდან ამოღებული წერილებია იოსებ ნონეშვილის, ირაკლი აბაშიძის, ანა კალანდაძის და ჯანსუღ ჩარკვიანის ხელნაწერები არის აი ესეთი. აქაც ლადოს პორტრეტი, ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი. პორტრეტი და აქაც მანანას პორტრეტი, ეს არის გუდიაშვილის ნამუშევარი. ესეც გუდიაშვილის ნამუშევარი კი. ის ლექსიც პირველი ლექსი როგორი შთამაგონებელია და ეხლაც რო წაიკითხო ამ დროებაზეც როგორი მორგებულია. ჩვენ კვლავ მოვედით მტკიცე თაობა, ასე მწყობრი და ასეულები, მოგვაქვს რწმენა და გამბედაობა. მოვდივართ რიგი ასეულების. ჩვენ კვლავ მოვედით, დაგვიხარია, კვლავ მხნედ შევაღეთ სკოლის კარები, გულში შეტევის შლეგი ქარია. დასიხარულის ნიაღვარები. ჩემაშვილმა თქვა ეს პირველ კლასში, მან მედიკომ ურჩია საცოდავმა ლადოს დამდა, ჩემაშვილმა წაიკითხა ეს ლექსი პირველ კლასში რო შევიდა. ეს ხისოდა თითქმის 280 წლის სახლი არის ეგ სახლი. 280 წლის. კი, დაახლოებით 280 წლის სახლი. ეს არის არა მხოლოდ ლადოსი, მისი წინაპრების საცხოვრისაც წარმოგვიდგება ეგ სახლი. არის ლადოს დიდი ბაბუის, ბიჭი ასათიანის. და ისეთი ხედია შეუძლებელია რომ აქ ეს მუზები ნამდვილად წერდა ლექსებს, თავისი მაგიდა არის აქ, ავტოკალამი და სამელნეები. აი აქ იშდა ლადო ამ მაგიდასთან და წერდა საოცარ ლექსებს და ულამაზესი ხედები იშლებოდა, რა თქმა უნდა, ალბათ მით უმეტეს იმ პერიოდისთვის. ეს არის შემორჩენილი და ოჯახისეული ნივთები, მაგიდა თავისი ლამპით, აქაც ჩაის მადუღარა, ვაზის ჯვარი. და ესენი კიდე შთამომავლები არიან პოეტის, შვილიშვილები და შვილთაშვილები. აქაც ოჯახისეული ნივთები არის, სავარძლები, ბუხარი, თავისი სამფეხით, კეცებით, თუნგით, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთ ქოთარი. აი ეგ არის ზუსტად ის პაწია ქოთანი. ლადოს პაპის გაჯორკილი ტახტი დგას აი აქ. მუჯუ ასათიანის, ლადოს ბაბუის. უკანასკნელად პაპიჩემის გაჯორკილ ტახტზე დამიგეთ მაგრად დამახურეთ შავი ნაბადი, უკანასკნელად უთრტვინველად მამყოფეთ ასე, ვიდრე სიკვდილი შფოთიან სულს გამინავავდეს. მაგრამ ის დასაუბედუროდ არ აუხდა პოეტს ეს ოცნება და ის თბილისში გარდაიცვალა. აქაც ლადოს პორტრეტი არის რენო თურქიას ნამუშევარი. იქეთ ილო პატაშურის ნამუშევარი პორტრეტი გვაქვს. აყვარელი სარწყული, თავაწეული ზვიადი, განაჩია და საწყლური, თვალნათლი მახსოვს ჩვენ სახლში ერთი ცისფერი სარწყული. აი ეგ არის ის ცისფერი სარწყული, რომელზეც ამოდენა ლექსი უწერია ლადოს. რაც იცოდა რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მაინც არც ერთ ლექსში სიკვდილის შიშზე არ ლაპარაკობს და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩდით ამ ქვეყანაზე. წარმოუდგენელია მართლა, აი ყველა ის ტექსტი, ყველა ის ლექსი ფაქტობრივად მართლა აღმწერია რა, მისი ცხოვრების და შემდგომიც ვინ როგორ უნდა მოიქცეს, თუნდაც შვილის შემთხვევაში. კარადაში მოთავსებულია სხვადასხვა პოეტების წიგნები, აქაც ოჯახისეული ალბომი, რომელიც აბრეშუმის ზაფით არის სულ ამოკვეთილი. სუფრა, ეს ალბომი არ შეიძლება რომ ნახოთ. ალბომი არის შემორჩენილი, რომელიც სულ აბრეშუმის ზაფით არის ამოკვეთილი და ძალიან ძვირფასია. ყველანი როგორი ისეთები არიან რა, გამოწრთობილები.
ხო, რაღაც ხვანაირი. ხო, თავადები, ნამდვილად თავადები. ლადოსთან ერთად. ლადოს შვილთან ერთად კი. პატარა ლადო. კი, ლადო. ბრეშუმის ქსოვილი. და ყველგან არის, ნახე როგორი ყვავილებით, სხვადასხვანაირი ყვავილებით მოქარგული. ეს ალბომი იყო ყველაზე ისეთი. საინტერესო, ხო? ისტორიაში მოგზაურობა. კი. და ინახეთ, კაც აწერია ასათიანი. წარმოიდგინეთ, როგორი ისტორიები არის ამ სახლში. 280 წლის არის ეს სახლი. წარმოიდგინეთ რა. არ ვიცი, ეს ყველაფერი თქვენც უნდა ნახოთ და ეს ყველაფერი თქვენც უნდა მოისმინოთ. აი აქ არის მთელი ეს ისტორია. ხალხით ფოტოები, ჩვენ დავათვალიერეთ ძალიან ძველი ალბომი, რომელშიც არის, რა ვიცი, ძალიან ძველი სურათები და როგორი იყო ხალხი. აი სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, როგორი იყო ხალხი და როგორ ეცვათ, როგორ ცხოვრობდნენ. აი რა ძალიან შთამბეჭდავი არის. ვიღაცა შეიძლება ეს ეკრანიდან ესე მძაფრად ვერ აღიქვათ, მაგრამ აი მენდეთ, უბრალოდ ჩამოდით და ნახეთ და მოусმინეთ ამ ადამიანს და საერთოდ სხვანაირად დაინახოთ როგორც ჩვენ წარსულს, ისე ზოგადად როგორი ცხოვრება იყო. აი ძალიან საინტერესო ხო არის ხარ მაგალითად 2 საუკუნის, 3 საუკუნის წინ რა ეცვათ, როგორ ცხოვრობდნენ და ანუ რა შეხედავ ამ ფოტოებს, ყველა ისე არის, რომ მზად არის საბრძოლველად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხედეთ ადამიანები მზად არიან რომ იბრძოლონ და ჩვენ მგონია რომ დღეს მზად არ ვართ ამისთვის. ჩვენ არ ვართ მზად ბრძოლისთვის. ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ იარაღით. ეს ბრძოლა იწყება ჩვენში პატარ-პატარა ნაბიჯებით და ბოლოს მივდივართ იმ თავდადებამდე, რომ ადამიანი სიცოცხლეს წმობს საკუთარი სამშობლოსთვის. მანამდე კი ეს პატარა ნაბიჯებია გასავლელი, რომ მოუფრთხილეთ ჩვენს ქვეყანას, რომ არ დავყაროთ მაგალითად ნაგავი, რომ დავეხმაროთ სხვას და გვიხაროდეს სხვისი წარმატება და როგორმე დავიბრუნოთ ის გრძნობა, რომ ეს არის ყველა ჩვენგვანის ქვეყანა და ეს არის ერთი დიდი ოჯახი. ესეთ ამინში ამოწერები რომ ხვდებიან ეგ მაგრად გბუსთავს რა რომ რაღაცისთვის წვალობ გზაში ეს ქალბატონი შემხვდა რომელიც ქმარიც არის ჩვენი გამომწერი და მითხრა რომ ძალიან მოწონხარო და ამერიკაში ცხოვრობთო და მოკლედ აი ამ ეპიზოდს როცა უყურებ კარგი მოკითხვა არ გიცნობ არ ვიცი მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ალამაზია და როგორი სუნია მართლა მარნის ანუ ვინმე მიცოდით რომ ლეჩხუმიდან არის ლიმონჩელო ძალიან შინაურულად მიგვიდეს და ერთმანეთს დავანთოთ ცეცხლი რომ რაღაცა ლეჩხუმური ისეთ სახელები გითხეს რომ საერთოდ არ ვიცით არც გაგვიგია ჩვენ ახლა ვაკეთებთ ტაფოულს ტაფოული არის ლეჩხუმელი გლეხის ძირითადი საარსებო კერძი. უბრალოდ იყო და ახლა ცოტა გაგვიმჯობესდა მდგომარეობა და უფრო კარგი საჭმელები გვაქვს. თუმცა ეს იმდენად
ბიოპროდუქტია და იმდენად გაიშვიათდა თუნდაც აი ეს შაშხი ხო გაძვირდა კიდეც აი მანამდე რომ გააკეთებდა ადამიანი ტაფოულს ყველაზე ღარიბი ადამიანების საჭმელი იყო და ახლა უკვე გარკვეულად ფუფუნების საგანი გახდა. რცმელი ღორის ქონი. და მე არ შებოლილი ხო? ხო, თავისი აპკით. ნახე. 10 წელი რო შეინახო არ გაფუჭდა. ვაუ, თითქოს ყველს გავს. ქონი. აი, კარაქივით, ძველად ლეჩხურები. მომში რომ მიდიოდნენ, მიქონდათ, მთაში მიდიოდნენ, მიქონდათ. აი, ჭურჭლის ხრივაც რამდენად პრაქტიკულია, რომ აიღებ, წაიღებ. როგორც გინდა, ისე მოიხერხე. სახელდახელოთ მოგიტანათ ხაჭაპური და პატარა რაღაცა ხო მე უთხარი მთელი დღე ო კარგი აი ესეთი ამბებია ფიქრო ხახს ჭრის აქ ტაფა მზადდება და აი არ ვიცი აი ესეთ რაღაცას ვერსად ვერ ნახავ ადამიანი პირველად გავიცანით და ისე მგონია რომ რაღაცა აი ბებიასთან ან დეიდასთან ჩამოვედი რა აი შინაურულად აქ ყველაფერი უცბად აი ხაჭაპური დაგვიცხეს რომ ჯერ უცბად ჩავერთო მოშიებულები იქნებით აი წარმოუდგენელი სტუმარ მასმინძლობა ხდება რა და ესეც ვერსად ვერასდროს ვერ ნახავ ანუ საქართველოში რო ამას ნახავ რა სადარვა ნამყოფი კეთილებიც არიან კარგებიც არიან მაგრამ ესე რომ აი 1 საათის გაცნობილ ადამიანთან ესე ხდებოდეს არსად არ არის რა ეს ხაჭაპური ნუ რა გემრიელია მართლა ეს ნახეთ შვაცეცხლი იყო ძირითადად ახლა რო ინთებოდა და გრძელი ტარი იმიტომ აქვს რომ აი პრაქტიკული იყო რომ გაახურებ ტაფას აქ სამფეხი რომ ედგას ახლა უფრო ელად გავაკეთებდი მაგრამ რადგან სამფეხი არ არის ზაგერ ხელით ტაფოული ძალიან სწრაფად კეთდება ქონი ღორის მუცლის ქონი სამკურნალო წამალი არის და აუცილებლად უნდა იყოს მჭლიან ქონიანი. მხოლოდ მჭლე რო იყოს არ იქნება კარგი და არც მარტო ქონი. ნახეთ, აი ეს არის იდეალური ნაჭრები, ფენა. აი ამ ნაჭერს უწუმარს ეძახიან. სანახევროდ მომწვარი ხახი უნდა დავაყაროთ. როგორი სუნი გაუშვა? ვინც იცით, სად შეიძლება ესეთი ძველი ტაფისა ესე გძელი სახელურით რო ვიყიდო, აუცილებლად დამიკომენტარეთ. მადლიერი დაგრჩები და კარკეძებს შემოგთავაზებთ. დილით რო ამ საუზმეს იმზადე. ბუხარში რაღა მოკლავს მე 100 წელი ცოცხლობდნენ ლეჩხუმლები და კიდე მეტს აუ რა სუნი აქ აი როგორი სუნი აქ იცი ისტორიულ ფილმებს რო უყურებ და რაღაცა აი ხორცს რო ჭამენ კოშკში ან რაღაცა ესეთში რა ძველ დროში რო ჭამენ აი ეგეთი ზანდურის შესახებ შეიძლება იცით რაღაცები, მაგრამ ცოტა რაღაცას მეც გეტყვით. ზანდური არის ხორბლის ენდემური სახეობა, ქართული და რადგანაც ლეჩხუმში ნახეს პირველად ეს ხორბალი, ამიტომ მეცნიერები ამბობენ, რომ ლეჩხუმის ენდემური სახეობაა. ზოგადად მთიანი კოლხეთისთვის დამახასიათებელი ხორბალია. მსოფლიოში არის 20 სახეობის ხორბალი, აქედან არის 5 ქართული, ამ 5-დან 2 ხორბალი, ჩელტაზანდური და მახა არის ლეჩხუმის ენდემური სახეობა. გერმანელი მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიო ხორბლის 70% ზანდურის გენზე დგასო და ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ზანდური მსოფლიო ხორბლების კულტურული დედაა. რაც იმის დასტურია უკვე, რომ საქართველოს ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა.
ჩვენ აქ ზანდურის სახლში ვეწევით ამ ხორბლების აღდგენა პოპულარიზაციას, ვცდილობთ რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ და ჩემი მომავალი ოცნება, მომავლის ოცნება და რომელიც აუცილებლად უნდა ავიხდინო, ზანდურის ყანები უნდა დავთესო და ზანდურის პური უნდა გამოვაცხო. თუ კი ამას შევძლებ, მე ვიტყვი რომ მე ამ ქვეყნად მოსვლის საკუთარი მისია შევასრულე თქო, ძალიან გულით მინდა და ადამიანს რასაც მოინდომებს და რაც გულით ენდომება, მიაღწევს ალბათ კიდეც და ამის იმედი მაქვს. აი ნახეთ, ენდემური სახეობებია, იქეთ გვაწაზანდური, კოლხური ასლი, მახა, ჩელტაზანდური და დიკა. დიკა უკან არის, აი ეს 5 ხორბალი არის. კოლხურ ასლთან არის ასეთი რაღაც დაკავშირებული, რომ ხვამლის მთის ძირში აღმოაჩინა 28 წლის ლაბორანტმა გოგონამ თურმე აი ეს ახალი სახეობის ხორბალი და მან შეისწავლა გაუკეთა კლასიფიკაცია, მაგრამ ვერ გაბედა ფართო სამეცნიერო წრეებისთვის ამის თავის ნაშრომად გაცნობა და მე რუსმა მეცნიერმა ამ გოგონას ნაშრომზე შეისწავლა და აი როცა სამეცნიერო ლიტერატურაში ახლა მოიხსენიებთ რუსის გვარით და სახელით არის თურმე ეს ხორბალი. მან დაარქვა ამ ხორბალს ხვამლიკუმი და ახლა კოლხური ასლი ქვია. ეს ხორბლები ძირითადად 4 ხორბალი მთიანი კოლხეთისთვის დამახასიათებელი ხორბლებია. წინა დღეს მყავდა ქალბატონი მარინე მოსულიშვილი მეხორბლე მეცნიერი ბრძანდება და მან ამბობდა რომ ნეტა რატო არის ხომ არ შეგიძლია მითხრათ რატომ ითვლება რომ მახა და ზანდური სხვაგან არსად არ არის მხოლოდ ლეჩხუმშია და როგორ ხდებოდა ამის მოყვანაო და ჩვენ პასუხი არ გვქონდა. აქ აქვს ის ეთნომასალები, რომელიც ზანდურის და მახას მოყვანაწარმოებასთან იყო დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო საცეხველი, იქ მოჩანს გადაიხედეთ ქვის ხელკავი. ხო და ჩაყრიდი ამას და უხახუნებდი და ზანდური კილიანი ხორბალი არის. ერთ-ერთი გადაშენების პირობა ის არის, რომ კილიანი ხორბალია და ძნელად გამოდის. აი რბილი ხორბლები იფშნება, ილეწებოდა, კევრით ილეწებოდა და მახა, ზანდური და კოლხური ასლიც, გვაწაზანდურიც ორი ყველა ეს საცეხველი გამოიყენებოდა. ამ ეტაპზე ახალი ის ხელსაწყო, რომელიც ამ თავთავიდან მარცვლებს მივიღებთ, ელკანამ შეიძინა უკვე და მას აქვს მხოლოდ საქართველოში. ეს არის გაზი 200 წლის არის მეზობელმა მაჩუკა წარმოიდგინეთ ახლა ღვირიში რომ 200 წლის წინ ასეთი კარგი და დახვეწილი რაღაცა კეთდებოდა, რა დონეზე იქნებოდა განვითარებული რკინის წარმოება, ასე რომ ვთქვათ. საქართველოს რო ხორბლის სამშობლო არის, ხო, ამას აი ერთ-ერთი ეთნოგრაფიული მასალა დასტური იმისი, როგორ ხდებოდა ხორბლის აღება. აი ყანაში რომ იყო თავთავები 30 ღერს მოიტნევდი, ამოჰკრავდი და აი აქ ჩალაგდება, აი ისე უნდა მოხერხებულად გააკეთო, რომ არ ამოწყვიტო. პირველად რომ მოვიწიე ხორბალი დავთესე, აღების სიტუაცია რომ შეიქმნა, ნეტა როგორ ავიღო, მაკრატლით წავაჭრა თავები, რა ვქნა თქო, ვფიქრობდი და მე შნაგვი ხომ მქონდა, წამოვედი და ისე მოხერხებულად თავიდან კი მიწყდებოდა თავთავები რომ ამოჰკრავდი, იბნეოდა, მაგრამ მე უკვე შევაჩვიე ხელი და აი ამით ვიღებდი ხორბალის პირა რო გაჩვენეთ. სანამ ამერიკიდან ლობიო შემოვიდა და ცულისპირა, იმიტომ რომ აი ქართლის და კახეთის მხარეს ჩვენ ნაჯახს ვეძახთ, ისინი ცულს ხომ ეძახიან და ნახეთ ცულისპირივით აქ. დააგვირდით შეგიძლიათ მარცვლებს და აიმიტომ ქვია ცულისპირა. ეს თიხის ქოთნები აქაური ხელოსნების გაკეთებულია, 200 წლის მაინც იქნება ეს მორგვი. ნახეთ ბზის სოლი აქვს, ამაზე ტრიალებდა ხომ გინახავთ რომ მაშვებიან მასტერკლასებს ვაკეთებენ ახლა ხო და ეს მორგვი და ეს კიდე კაჟის თოფის ლულა მეზობელმა მაჩუკა და ასე დამაბარა სტუმრებს ასე უთხარიო ლეჩხუმლებიო შრომელებიც ვიყავთ და მებრძოლებიცო და კი გითხარით აგერ ქართული რეალობისთვისაც ალბათ რომ შეიძლება ადამიანს სახლი არ ქონებოდა და ბეღელი თუ არ ექნებოდა გადარჩენის შანსი არ იყო ოჯახის გადარჩენის ბეღელში ინახებოდა ყველაფერი ამ ბეღელს ახლა კარები გადიდებული აქვს. სულ პატარა კარი ქონდა, რომ ბეღელში შესვლა ასე კი არ შეიძლებოდა, ვის მოეპრიანებოდა. იქ ოჯახის უფროსი შედიოდა
და გამოჰქონდა დაზოგვით ნელ-ნელა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როცა საკვები ცოტა იყო და არასაკმარისი, თუ თქვათ თადარიგიანად არ დახარჯავდი ამ პროდუქტს, შეიძლებოდა თქვათ მარტის იქით სიმშილის მომკვდარიყო ოჯახი, ან შეიძლება მარტამდეც ვერ მიეღწიათ. მე ასეთი გამოთქმა მაქვს გაგონილი, ბეღლიდან სახლი გამოვაო და სახლიდან ბეღელი არ გამოვაო. რა კარგი სიტყვები. რაჭისკენ მიმავალ გზაზე საირმის სვეტები გვხვდება. ეს ზღაპრული კლდეები ჩემთვის რაღაცით ავატარის მთებს გავს. აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ლამაზი პირველად ვნახე. სვეტები მდებარეობს ალპანასა და ჭრებალოს შორის, სოფელ საირმესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. საირმის სვეტები ბუნებრივი გეოლოგიური წარმონაქმნია. ისინი ათასობით, შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ეროზიის პროცესის შედეგად. კლდეები ძირითადად შედგება დანალექი ქანებისგან, თიხის, ქვიშისა და კირქვის ფენებისგან, რომლებიც სხვადასხვა სიმტკიცისაა. ნახე, ჩინეთში რო ავატარის მთები არის, იმას რა მაგრადებს და ისში. ნახე რა. საირმის სვეტები გზასთან ახლოს არის. გზასთან, რომელიც საუკუნეებია აქ გადის და გზასთან, რომელიც ნამდვილად ყველაზე ქართულია. ნისლი გარემოს ცვლის და დროებით წარსულში გვაბრუნებს. სწორედ ამ გზაზე იწყება ქართული კინოდოკუმენტალისტიკის ერთ-ერთი პირველი ისტორია. 1912 წლის 21 ივლისს აკაკი წერეთელმა რაჭა ლეჩხუმში მოგზაურობა დაიწყო. მოგზაურობა, რომელიც მოგვიანებით პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმად იქცა. ეს მოხდა 1912 წლის 21 ივლისს. ამ დღეს იწყებოდა დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში. მოგზაურობის მომწყობი კომისიის წევრები და გამცილებლები დილიდანვე სასტუმრო გრანდ ოტელის წინ შეიკრიბნენ. გამგზავრების წინ გოსანმა რამდენიმე წუთი საყვარელი ქალაქის ბაღში დაჰყო. პოეტს მოგზაურობაში ახლდნენ დავით კლდიაშვილი, ია ეკალაძე, დომენტი თომაშვილი, ცნობილი თეატრმცოდნე სერგი გერსამია. ქუთაისის გარეუბანი ჭომა, სპირიდონ წერეთლის ეზო, გულუხმა მასპინძელმა დიდებული საუზმე გაუმართა მგოსანს და მის თანამგზავრებს. მოგზაურნი გასცდნენ ჭომას, გაიარეს ქვატაფა, ჯიმისტარო და სადგურ მექვენაში შევიდნენ. საზეიმოდ გამოწყობილი ხალხი გარს ეხვეოდა ვარტყავილებით მორთული ეტლით მიმავალ მგოსანს. ამის შემდეგ მოგზაურებმა სოფელ დერჩის გავლით გზა საირმისაკენ აიღეს. აკაკი თავისი მხლებლებით სოფელ საირმეს მიუახლოვდა. ოდესღაც აქ გაშენებული დიდებული ქალაქი მიწის ზვრისგან სრულად დანგრეულა. შემორჩენილა 200 მეტრიანი კლდოვანი სვეტები, რომლებიც გარდასულ დღეთა დიდების ნაშთებს დარაჯობენ. საირმედან წამოსული მოგზაურნი მზის ჩასვლისას დაბა ჭრებალოში შევიდნენ. 5000-ზე მეტმა ადამიანმა ააფსო ჭრებალოს ქუჩები. ისინი ვაშას ძახილით ხვდებოდნენ სასურველ სტუმარს. ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან. ჩემი უპირველესი მიზანი იყო აკაკის სახეთ ცოცხლად შემენახა მომავალი თაობისათვის. სურდა მოგზაურობა ისე გადამეღო, რომ ჩვენს მომავალ თაობას ნათელი წარმოდგენა ჰქონოდა იმ უღრმეს სიყვარულზე, რომელსაც ურთიერთისადმი ატარებდნენ ქართველი ხალხი და აკაკი წერეთელი. სკამებს დააკვირდი. ხარ გეცნობათ ზუსტად იგივე სკამები რაც აკაკი წერეთლის დახვედრის დროს იყო. გამარჯობათ, მოგესალმებით. დილის ჩვეულებრივი მასპინძელი. მე როგორც ესე გადმოცემით ვიცი ხარ თავს ვერ დავდებ ყველაფერზე, მაგრამ რაც ესე წაკითხული მაქვს ქრონიკების სხვადასხვა ადამიანის დაწერილი და რაც ესე ვიცით არის, რომ 1912 წელს გაჩნდა ეს იდეა და რაჭველების ინიციატივა იყო, იმიტომ რომ აკაკის ამბებს მოგზაურობდა სხვადასხვა რეგიონებში და რაჭა ლეჩხუმში არ იყო ნამყოფი. რაჭველების ინიციატივა გაჩნდა და ამის ზუსტად ამის საფუძველზე გაჩნდა იდეა, რომ ეს გაკეთებულიყო ფილმად და ეს არის პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ამაშუკელი არის რეჟისორი და ოპერატორიც და მონტაჟიც მის გაკეთებულია, მე როგორც ვიცი და ეს მთელი მოგზაურობა ქუთაისიდან რაჭამდე გაკეთდა მთელი ეს ფილმი აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ
ამას აქვს წინაპირობა მე ესე ვიცი, რომ თბილისში მაცხოვრებელმა რაჭველებმა გააკეთეს თავიდან შეხვედრა აკაკისთან ვერის ბაღში, ეხლანდელ ვერის ბაღში და საჩუქრად გადაცეს ოქროს კალამი. და მოკლედ აი იქიდან დაიწყო. ლეჩხუმში რამოდენიმე გაჩერება იყო და ეტლებით მოდიოდნენ და ხვდნენ იქ სხვადასხვა ადგილას ბავშვი არის ესეთი კადრი არის, პატარა გოგონა უკითხავს ლექს. და ეს გოგონა ასათიანი იყო გვარად, როგორც ვიცი. და მე ალპანას გავლით შემოვიდნენ ჭრებალოში. და აი ჭრებალოში იყო ძალიან დიდი შეხვედრა და არის ეს კადრები. იყო ესეთი ყვავილებისგან თაღი გაკეთებული, ეს არის ჩვენი სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით ეს შენობა და აქ იყო რაღაცა ულამაზესი მაშინდელი დროისთვის ძალიან უცხო იყო. ეხა ესეთი დახვედრა თვითონ ნახეთ, აი სულ ეს არის, აქ ეწერა, რაღაც სიტყვები ეწერა. ფიანდაზად გავეგებით გოსანს, მე მგონი რაღაცა ესეთი სიტყვები ეწერა. დღამე როგორ არის გათვალისწინებული და ყველაფერი შეხედა. ან როგორ აღადგინეთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ერთდროულად, არის ძალიან სადაც დახვეწილი, თან ძალიან განსხვავებული. ეხლა რომ მოვდიოდით ჩვენ მეგობრებთან ერთად იმ ჭაღებს ვაკვირდებოდით და როგორი ორიგინალური და ლამაზია. ხო, ეს სხვათა შორის დიზაინი გაკეთებული არის, რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ჩვენ მოვარგეთ თანამედროვე დიზაინი იმ ავთენტურობას, რაც რაჭას ახასიათებს. გვინდოდა რომ შეგვენარჩუნებინა იერსახე, იმიტომ რომ თვითონ ეს შენობა არის 1896 წელს აგებული, ძალიან ძველია. ეს ქვის კედლები მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა, იმიტომ რომ აქ ხანძარი იყო რამოდენიმეჯერ მომხდარი და აი რაღაც მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. ეს ფერიც, ეს ფირუზის ფერი არის ძალიან სახასიათო რაჭაში კარფანჯრის და აი ეს ორნამენტიც, ესენი ძალიან ძველი ორნამენტებია. რომ ჩვენ დავიწყეთ ჯერ ღვინის წარმოებით, მცირე წარმოება გქონდა და მერე გადაიზარდა უკვე რესტორანი გვაქვს ახლა და აი გეგმავთ უკვე სასტუმროსაც და აი ესე ნელ-ნელა განვითარდით და ერეთლის მენიუ არის სადილე აკაკისთან სახლში 25 მკათათვე 1899 წელს შედგენილი მენიუ. და როგორი ენით წერია: წვანილი, ზურგიელი, სულგუნი, რაჭული ლორი ღომით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტალმახი ცივად, ინდოური ჩადებული ცივი დედალი ბეჭის საწებლით, მაყვლის ფელამუში, ნაყინი და ხილი, მაგრამ ხა აქ თავარი რა არის? კოლიო, ესე წერია. მოლხენა ქართული, ღვინის სმა სურვილისამებ, დაძალება აკრძალული. მოთრეულა უნდა გასინჯოთ. მოთრეულა აუცილებლად შემოვინახეთ, თქვენ გელოდებოდით რა მოთრეულა უნდა გაგოსინჯა. პირველად გავიგეთ და თქვენგან მოთრეულა უნდა გასინჯოთ და სხვა რაღაცა წავიდეთ. მოთრეულა გავსინჯოთ. სავე დარბაზი. ხო, ეს არის ჩვენი ძალიან ესეთი ახალი დარბაზია, ეხა გავაკეთდა წელს პირველად და აი ბუხარიც არის და მოკლედ თქვენი ინტერიერი თუ რა ხრთოვანებული? ხო, ინტერიერი შეხედე. ჭაღებზე განსაკუთრებით კომპლიმენტები შეიძლება თქვა ვისი დიზაინია. რატომაც არა? მოკლედ ეს არის დოდო დიზაინს. ვისი დიზაინიც არის მთლიანად მთელი ზედა ქვედა და ეხლა მომავალში სასტუმროც იქნება და მართლა რაღაცა იდეა არის მთლიანად აგებული, აი ამ რაჭაში ეს ხე ძალიან გამოყენებული არის, ოდებსაც ნახავდით და ნახავთ კიდევ და აი რაღაცა ეს თემატიკა ყველგან არის ძალიან აქტიურად. რაჭა ხა ჩვენ კი ვეძახით ხაჭაპურს, მაგრამ აქ მაინც ყველაფერს ეძახიან ლობიანი, ყველიანი და ეს განატეხი როგორც მოგიყევით ნიგზით. რა ერთს მეც გავაკეთ. რა პრობლემა? შენს გემია. მიარტყი უცბად. ოჩა. როჯერსა კარგია. ніნა დრამა. ніნა დრამა. ეს არის აი განატეხი. ნიგზით.
ეს ლეჩხუმშიც ძალიან გავრცელებულია და რაჭაშიც. და რართული საქმეა. მაინც არ ამს და. ყველას ყველაფრის გაკეთება შემეძლება სახში. თუმცა ხო ხინკალი გვასწავლა, მაგ პრინციპით ვახვევა მასაც. ეხლა უკვე ლობიანიც შემძლებია და ხშირ ლობიანი ზარაობა. თქვენ მერიანმა ყველაზე კარგად გააკეთა. ვაჯობა. ქიდაესო. მართლა ასე ჟავს. ჩვენია. ის სილამაზეს შეხედეთ ერთი წუთი. გავჭრათ? როგორ უნდა გავჭრათ? შუაზე გავჭრათ? აი, იცი რა, აი ეს რაღაც რამოდენიმე ნაჭრად გაუმასპინძლეთ ჩვენი ნაკეთობით. ლობიანის გაკეთება. ხვანჭკარაუ. ეხლა ამას დაგიჭრით. აი, ეხლა ყველაზე საინტერესო. ამას ქვია, ხო, აი. ეს არის განატეხი, რომ ალბათ ესე უნდა გატყდეს, მაგრამ შიგნით არის ნიგოზი. აი. ძალიან ესეთია. აი, სტუმრებიც მოვიდა. ეს არის ჩვენი თონის სხვა შორის ჭრაში ეთყობა. აბა მასწავლებელმა გამისინჯოს თუ შეიძლება. გამოვიდა თუ არა? აი, როგორია. ევრელია პოტაჟონის. ეხლა რო სხვა რაღაცა ეთქვა. რატომ გაზავრო რომ კაცები უფრო გემრიელ საჭმელს აკეთებენ კულინარებიო. გემ. ბარაკიანად უყარს კაც ყველაფერი და მაგითო. ხო დაიწყე. მოდი აი აბეგაკი. ესე ჩქმერული. ტრადიციული. აი ჩვენ კი ყოველთვის დრო ცოტა გვაქვს და გავარბივართ, მაგრამ რაჭაში ამის გარეშე არ გამოვიდოდა და ნახეთ რეები გაგვიშალეს. აი ეს არის მოთრეულა, რო გიყვებოდით. აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ნუ შქმერული ხა. ნაღდი შქმერული. ნაღდი შქმერული. შქმერულის ისტორია ის არის, რაც ვიცი? მეც ეგრე ვიცი და რა ვიცი, აი მეფე და ხორცი და ამბები. არა, მეფე არა, მე ესე ვიცი, საერთოდ ქათამი ნიორწყალში იმერეთში ციციან და რაჭაში ციცოდნენ ყოველთვის და მე ესე ვიცი, რომ ერთი ცნობილი მზარეული იყო, რომელმაც ესე პიარა შქმერული სახელი, თვითონ შქმერიდან იყო და რესტორანში სადაც თვითონ იყო შეგზარეული, აკეთებდა ამ ნიორწყალს და რო კითხეს რომ რა ქვია ამ კერძო პირველად ვინც გასინჯა, უთხრა თვითონ მოიგონა ეს სახელი და თქვა შქმერულიო და არ ვიცი ხა ეს მართალია თუ ხვანჭკარა, სხვათა შორის აი განსაკუთრებით ხვანჭკარა ნახევრად კბილი ღვინოა როგორც იცით და აი უხდება ესეთ კერძებს როგორც არის ლობიანი, ლორი შქმერული რა თქმა უნდა და ესე იგი მე სასმეს არ ვსვავ და ამიტომ პირველივე სამ სადღეგრძელოს ვიტყვი რომ ესე ამბები წავიდეს. ეხლა მე გურული ვარ და გურიაში მშვიდობას ამბობენ ხოლმე. აუცილებლად დავლიათ. ოჯახის სადღეგრძელოს სხვაგან მომისმენია და ღმერთსადდებელი რა თქმა უნდა, ამიტომ აი სამივე, იმიტომ რომ ჩვენ და წავიდეთ. მადლობა მასპინძლობისთვის. ეს ეხლა აი უცბად იყო და მე უფრო კარგად გესტუმრებით და უფრო აი ეს რაჭული ამბები და ის ყველაზე ძველი ამბები იშვიათობა არის ხა თქვენაც მოგიყევით და მე ხა ამ კადრებს აკაკრეტის კადრებსაც ამოვიღებ ეროვნული არქივიდან და ამ ყველაფერს ნახავენ მოყურებლები და ნახავენ აი ამ ჩვენ წარსულს რომელიც არის რავი ჩემს ყველაზე ისეთი ძვირფასი უღმესი მადლობა თქვენ მადლობა რომ ჩამოხვედით რაჭაში პირველ რიგში და
ძალიან გვიხარია, რომ ესე აი რაჭით ინტერესდება კიდევ უფრო მეტი და მეტი ხალხი, იმიტომ რომ ნამდვილად რაჭაც და ლეჩხუმიც ამ რეგიონს ერთად მოიხსენიებ, ნამდვილად უნიკალური და ამოუწურავი მხარეა თავისი გასტრონომიით, ღვინით, ისტორიით და ბუნებით ხო და ხალხით. ასე რომ ყველა ადამიანი, აი განსაკუთრებით შემოდგომას, ყველა ადამიანს რეკომენდაცია რომ მობრძანდით რაჭაში. ჯერ ხო სუფთა ჰაერი, ბუნება, ულამაზესი ფერადი ტყეები, ტბები, რავი, ყველაფერი არის და ბოლოს საკვები, ღვინო, რავი, აბსოლუტურად ყველაფერი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მომავალ ეპიზოდამდე. გამარჯობა თქვენი ახლად მომავალნო. მე უკვე მიმავალი გეთხოვები და ვთქვარ რომ საგულისხმოანდეს და ვერას გიტოებ გარდამასწრო ხეთნავედებისა. იყვარდეს თქვენი თანხმობა. თქვენი ერი როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა, რადგანაც სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება. მაგრამ მისანასიყვარულში კი რომელსაც საცულად სიმართლე და გულწრფელობა უძღვებს. უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და რომელს არ აქვს უფლება სხვა უფალი შემთანა ალიბი.